საუკეთესო საკვები პროდუქტები, რომლებიც 20-დან 60 წლამდე ასაკში უნდა მივირთვათ. ექსპერტები სპეციალურ ნუსხას გვთავაზობენ. 20 წლის ასაკში სასურველია თუ საკვებ რაციონს გავამდიდრებთ მაწვნით და კვერცხით. კლივლენდის უნივერსიტეტის ნუტრიციული ჯანმრთელობის ცენტრის მენეჯერი კრისტინ კირპატრიკი აღნიშნავს, რომ იოგურტი იგივე მაწვანი ძველ სახსართა სისტემას აძლიერებს და ორგანიზმს კალციუმით ამარაგებს. კვერცხის გული მდიდარია D ვიტამინით. ბოსტონის ნუტრიციის და ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის მთავარი დიეტოლოგის კეტრინ სუინის მოსაზრებით, კვერცხი ორგანიზმს კალციუმის საჭირო რაოდენობას აწვდის და ერთ-ერთ შეუცვლელ პროდუქტად ითვლება. 30 წლის ასაკში აუცილებლად უნდა მივირთვათ მზესუმზირა და სატაცური. მზესუმზირის თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ანთებით პროცესს და საგრძნობლად ამცირებს ართრიტის განვითარების რისკს. სატაცური ფოლიუმის მჟავის წყაროა, რაც მნიშვნელოვანი კვებითი კომპონენტია ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვის წინ. ნუტრიციის და ჯანსაღი კვების აკადემიის წარმომადგენელი ჯენიფერ მაგდანიელი აღნიშნავს, რომ 4 ცალი მოხარშული სატაცური ფოლიუმის მჟავის დღიური ნორმის 22% შეიცავს. 40 წლის ასაკში საკვებ რაციონს უნდა დავუმატოთ ოსპი, ქათმის გულმკერდი და ნიგოზი. ოსპი მდიდარია ბოჭკოვანათი, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და გვეხმარება წონის კონტროლში. ამ პერიოდში მაღალია შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკიც, რასაც ცილებით მდიდარი ქათმის გულმკერდის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა მნიშვნელოვნად ამცირებს. რაც შეეხება ნიგოზს, ომეგა-3 შემცველია, რაც 40 წლის ასაკისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, განწყობის ცვლილებას, დეპრესიას და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესს უშლის ხელს. 50 წლის ასაკში აუცილებლად უნდა მივირთვათ ხაჭო და ორაგული. მენოპაუზის დაწყებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ქალებს განსაკუთრებით მაღალი აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. სწორედ ამიტომ არის საჭირო ყოველდღიურ რაციონში დამატებით 200 მგ კალციუმი. სპეციალისტების რეკომენდაციაა კალციუმის დანამატის ნაცვლად საკვები რაციონი გავამდიდროთ მისი შემცველი პროდუქტებით, როგორიც არის ხაჭო და რძის ნაწარმი. 55 წლიდან იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. ორაგული ჯანსაღი ცხიმების მიღებაში დაგეხმარებათ. 60 წლის ასაკში და ზემოთ მირთვით მოლუსკები მდიდარია ვიტამინით B12, აღნიშნავენ ნუტრიციოლოგები. კუჭნაწყლს ანთებითი პროცესის განვითარებისგან იცავს და რაც ყველაზე მთავარია, B12 ერთ-ერთია იმ 3 ვიტამინიდან, რომელიც ხელს უშლის დემენციის ჩამოყალიბებას.